ამერიკის შეერთებული შტატები ტირანული რეჟიმის არაღიარების ტრადიციას აგრძელებს. ეს განცხადება ჯო ვილსონმა გააკეთა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირდა ეგრეთ წოდებული ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომლის ინიცირებაც დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ჯო ვილსონმა და სტივ კოენმა რამდენიმე საათის წინ მოახდინეს შეერთებული შტატების კონგრესში. ახლა პროცედურების მიხედვით უმნიშვნელოვანესია, რომ დაარეგისტრირების შემდეგ კანონპროექტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცეს. განსახილულად არის მოლოდინი იმისა, რომ დაჩქარებული წესით მოხდება ოლიგარქის რეჟიმის არაღიარება, საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილება და დიდი ალბათობით 20 იანვრამდე პროცედურული ნაწილი არ დასრულდება და სწორედ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სწორედ ტრამპს მოუწევს აღნიშნულ კანონპროექტზე ხელის მოწერა. მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ასადის რეჟიმის მსგავსად ამერიკის შეერთებული შტატები უკვე არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმსაც და ამ ორ დიქტატორულ ძალას შორის შეერთებული შტატები ტოლობის ნიშანსვას მსგავსი პრეცედენტი შტატების კონგრესში გასულ წელს უკვე იყო, როდესაც ასადის რეჟიმის არაღიარების აქტს კონგრესმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი და დიდი ალბათობით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგაც ასე მოხდება, მაშინაც ასადის რეჟიმის არაღიარება კონგრესმენმა ჯო ვილსონმა მოითხოვა, ახლა კი უკვე ის ითხოვს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის არაღიარებას. კანონპროექტი, როგორც უკვე გითხარით, უკვე ინიცირებულია. მისი მთავარი მოთხოვნა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლად საქართველოში უნდა იცნოს სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და ამერიკის შეერთებული შტატები სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს ერთადერთ ლეგიტიმურ ძალად. რაც შეეხება ივანიშვილის რეჟიმს, კანონპროექტში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ ივანიშვილის რეჟიმის აღიარება არც ერთი ფორმით არ უნდა მოხდეს, ან აღიარების მცდელობა, ან თანხების გამოყოფა ოლიგარქის რეჟიმის დასახმარებლად, ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს და ქართულ ოცნებასთან შტატებმა ყველანაირი ტიპის კომუნიკაცია უნდა შეწყვიტოს და არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა. კანონპროექტი მოუწოდებს მათ შორის დასავლელ პარტნიორებსაც, დემოკრატიულ სახელმწიფოებს, რომ გაუქმონ ყველანაირი ტიპის კომუნიკაცია ოლიგარქის სანქცირებულ რეჟიმთან და მას დაუწესონ ერთიანი სანქციები. ამერიკა არ ცნობს ივანიშვილის რეჟიმს. ქართული კოშმარის არაღიარების აქტი აგრძელებს ტირანული რეჟიმების არაღიარების დიდ ამერიკულ ტრადიციას. მე და დონალდ ტრამპი ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად. უმწვავესი განცხადება გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. ის იმყოფებოდა საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით, სადაც მას კითხეს საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. ბლინკენი ამბობს, რომ შემაშფოთებულია შტატებისთვის საქართველოს დემოკრატიული უკუსლა და განსაკუთრებით ის, რომ საქართველომ ასე ვთქვათ გადაუხვია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, გააჩერა ევროინტეგრაციის პროცესი და იძალა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ბლინკენი ამბობს, რომ შტატებმა უკვე მიიღო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, თუმცა სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი პოლიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება და უფრო მეტ სანქცირებულ პირს ვნახავთ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების შავსიაში. What both France and the United States have seen is democratic backsliding. ჩვენ ვიმშილეთ საქართველოსთან დაკავშირებითაც. საქართველოში არის დემოკრატიული უკუსლა, რაც ღრმად შემაშფოთებელია და არა მხოლოდ დემოკრატიული უკუსლა, არამედ უგულებელყოფა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებისგან, რომელსაც უნდა აეშენებინა მომავალი, რომელიც უფრო და უფრო ახლოს იქნებოდა ევროპასთან. მას შემდეგ, რაც დემოკრატიული უკუსლა დავინახეთ, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობა, რომელიც იმ ხალხის ცხადი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რომლის წარმოდგენაც სურს, მას შემდეგ, რაც დავინახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც თავისუფლად და ღიად საუბარი სურს, ჩვენ ისევე როგორც ჩვენმა პარტნიორებმა ქმედებები განვახორციელეთ. დავასანქცირეთ ქართული ოცნების ლიდერი ივანიშვილი, ასევე მთავრობის სხვა წევრები. შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისადმი ამერიკული დახმარება. ეუთოში თითქმის ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად მუშაობით. ჩვენ ვენის მექანიზმი ავამოქმედეთ, რათა ასევე ნათელი გაგვეხადა, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოხატვისა და ქმედების თავისუფლებისთვის სივრცეს, უნდა შეიცვალოს. Very unfortunate actions of the government in Georgia.
დოკუმენტის ინიცირება ჯო ვილსონმა და სტივ კოინმა დაჩქარებული წესით მოახდინეს შეერთებული შტატების კონგრესში, როდესაც 3 იანვარს კონგრესმა, ახალი შემადგენლობის კონგრესმა დაიწყო მუშაობა. პირველი რაც გააკეთეს, ეს არის მეგობარი აქტის რეინიცირება. რამდენიმე დღეში კი უკვე ამას მოჰყვა ქართული კოშმარის არაღიარების აქტის დაინიცირებაც და მეგობარი აქტისგან განსხვავებით არის მოლოდინი, რომ არაღიარების აქტი სწრაფად გაივლის პროცედურულ საკითხებს, მოხდება განხილვა საგარეო საქმეთა კომიტეტის ხდომაზე და დიდი ალბათობით არის მოლოდინი, რომ თებერვალში უკვე კანონპროექტი დამტკიცდება, რომელსაც ხელს არა ჯო ბაიდენი, არამედ უკვე არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს.